არის ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი ლუნას უყვარს ხელოვნება, რომელიც ვფიქრობ, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა დაეხმაროს ბავშვს, რომელსაც აქვს კრიზისი ოჯახში. ამ სერიის წიგნების მახასიათებელი არის ის, რომ იწყება ძალიან მსუბუქი თემით და თვითონ სათაურიც თითქოს საერთოდ არ გულისხმობს იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც განხილულია პროცესში და ძალიან რბილად შედის ავტორი თვითონ ამ პრობლემასთან კონტაქტში და იწყება თითქოს კომფორტული ზონით და ეს კომფორტული ზონა არის ზუსტად ის შემეცნებითი ნაწილი, სადაც ვთქვათ, მთავარი გმირი ლუნა საუბრობს ხელოვნების მნიშვნელობაზე, რამდენად ღირებულია და როგორ ეხმიანებიან ამ თემას სხვა ბავშვები. თუმცა აქ ხვდებით ასევე საკითხს ისეთი, როგორც არის დესტრუქციული ქცევა, მხარდამჭერი გარემო, როგორ უნდა ირეაგირო მაშინ, როდესაც ბავშვი სოციალურად მიუღებელ ქცევას ახორციელებს. შემდგომ უკვე გადავდივართ საკითხზე, სადაც ბავშვის მდგომარეობის განხილვა ხდება, მისი მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ეს ბავშვისთვის არის აქტუალური საკითხი. თუმცა ღირებულება, ხელოვნება ძალიან საინტერესოდ შემოდის და აქ არის აქცენტი გაკეთებული იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღქმა, რამდენად მრავალფეროვანია ხელოვნების აღქმა და რომ შესაძლოა ოჯახები ცხოვრობდნენ განსხვავებულად და სუბიექტური აღქმა, მხარდამჭერი გარემო და განსხვავებულობა რომ არის ნორმა. და დასასრულს საუბარი არის იმაზე, რომ ხელოვნება არის შეუზღუდავი, თავისუფალი, ისევე როგორც ჩვენი აწმყო და ჩვენი აღქმა. ლუნას უყვარს ბიბლიოთეკა, დაახლოებით იგივე რიტმით და იგივე დამოკიდებულებით ვითარდება და აქაც საუბარია წიგნების სიყვარულზე, მის მრავალფეროვნებაზე, შემეცნებაზე, თუმცა აქ შემოდის ღირებულებად მარადიული სიყვარული, ისევ და ისევ ოჯახის მარადიული სიყვარული და აქ არის აქტუალური თემა განშორების შფოთვა, სადაც ბავშვი განიცდის მამასთან კონტაქტის წყვეტას. თუმცა ავტორი საუბრობს იმაზე, რომ სიყვარული არის უკვდავი და რომ მას გარეთ არ ვეძებთ და რომ ის არის ჩვენში, როგორც ყველაზე მთავარი ღირებულება და ის ცხოვრების დინამიკა, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად გადის და იმ მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში არის, მათ შორის კრიზისის სახით, ვერ აზიანებს იმ მთავარ ღირებულებას, რომელიც არის მუდმივი, მარადი და ჩვენში.